ევროპულ ქალაქებში ტემპერატურის მატებასთან გასამკლავებლად პარიზში მწვანე მშენებლობა და რემონტი განიხილება. ივნისში ევროპაში უჩვეულოდ ძლიერი სიცხე იყო, ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამასთან საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით მხოლოდ საფრანგეთში გარდაცვალების 2000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ევროპის გარემოს დაცვითი სააგენტოს ცნობით შენობების მშენებლობა და მათში ცხოვრება ევროკავშირში სათბური აირების გამოყოფის დაახლოებით 35% შეადგენს. ამ ფონზე პარიზში მოღვაწე არქიტექტორი ადრიან პულენი განმარტავს, თუ რატომ გამოყოფს ეგრეთ წოდებული მწვანე მშენებლობა სათბურის აირებს გაცილებით ნელი ტემპით. მწვანე მშენებლობას აქვს დაბალი ნახშირბადის შემცველობის უპირატესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოითხოვს გაცილებით ნაკლებ ენერგიას წარმოების პროცესში, ასევე გამოყენებულ მასალებში, რომლებიც ნაკლებ ტრანსპორტირებასა და ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს. ამიტომ ეს ხელს უწყობს პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ევროპის გარემოს დაცვითი სააგენტოს თქმით, შენობები ევროკავშირში ენერგიის მოხმარების 42% შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი გათბობა გაგრილებას ხმარდება, რაც შენობების დიზაინს ენერგიის დაზოგვის საკვანძო ფაქტორად აქცევს. ერთი მაგალითია პარიზის გარეუბანში ლეშენე როკენკურში 2025 წელს აშენებული ბიბლიოთეკა, რომელიც კონდიციონერების გარეშე ივნისის სიცხის დროსაც კი მუშაობდა. სიმონა ვეილის ბიბლიოთეკის დირექტორი გაელ ლედორე მონტენიე გვესაუბრა, რა პირობებია შენობაში სიცხის დროს. როდესაც გარეთ 35-36 გრადუსამდე იყო ტემპერატურა, ჩვენ მოვახერხეთ შენობაში 23-22 გრადუსი შენარჩუნება. თუმცა კვირის განმავლობაში უპრეცედენტო სითბური ტალღის დროს, როდესაც ტემპერატურამ 41-42 გრადუსს მიაღწია, განსაკუთრებით შაბათ საღამოს ჩვენთან 32 გრადუსი იყო. ეს ბევრია, მაგრამ მაინც დაახლოებით 10 გრადუსი დაბალი ტემპერატურა გვაქვს ვიდრე გარეთ. პულენის თქმით, მწვანე მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ღირებულებაა. პროექტები ხშირად 15-20%-ით უფრო ძვირია ვიდრე ტრადიციული მშენებლობა და ასევე ინდუსტრიის შესახებ ცოდნის ნაკლებობა. ეს ასევე ცოდნის ნაკლებობას უკავშირდება, რადგან ის მოითხოვს ყველა პროცესის ადაპტაციას კომპანიებისთვის. აქ არ არის ცემენტი, რომელიც ძალიან სწრაფად შრება, არც ჭანჭიკები, რომლებიც ხრახნით იჭრება, რაც ისედაც მაღალ ინდუსტრიულია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სწავლის პროცესია, ეს ნამდვილი გამოცდილებაა. პარიზის მერის მოადგილე საბინაო საკითხებში აცხადებს, რომ 2020 წლიდან ქალაქი საზოგადოებრივი შენობების რემონტის დროს მხოლოდ ბიომასალის იზოლაციას იყენებს. თუმცა დასძენს, რომ სახლის მესაკუთრეები კერძო რემონტის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენენ. რადგან კერძო საცხოვრებლების თითქმის 30%-ით სარგელი ან მეორეული საცხოვრებლებისგან შედგება, ამიტომ ასეთი სახლების მფლობელები ერთგვარ სითბოს ხაფანგში არიან. ძირითადად პარიზის ცენტრის ძველუბნებში, სადაც ბევრია ასეთი წერტილი, რადგან ისინი აქ არ ცხოვრობენ, ისინი არ უჭერენ მხარს მიმდინარე სამუშაოებს. ბოდრია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებზე, ხეზე, ჩალაზე ან მიწისგან დამზადებულ პროდუქტებზე. გადასახადების დაახლოებით 5-დან 5% ნახევრამდე შემცირებას გვთავაზობს, რათა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო ხარჯები შემცირდეს. ამასობაში ევროკავშირი 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მქონე შენობების მშენებლობას ისახავს მიზნად. თუმცა ევროკავშირის მონაცემებით ევროპის შენობების 75% ენერგოეფექტურია.